კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა, გაგიმარტივებთ კანონს და აგიხსნით რა განსხვავებაა ხელშეკრულების შეწყვეტასა და ხელშეკრულებიდან გასვლა შორის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ხელშეკრულების დადებას ყოველთვის თანახლავს გარკვეული რისკი, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვალდებულებების დარღვევასთან ან გარემოებების შეცვლასთან, რაც ერთ ან ორივე მხარე ზოგჯერ არახელსაყრელ პირობებში აყენებს. შესაბამისად, აუცილებელია ვიცოდეთ მეტი სახელშეკრულებო სამართალზე და ვიყოთ დაცულები. დავიწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის განმარტებით. ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს კანონიერად, ერთპიროვნულად ან შეთანხმებით, მთლიანად ან ნაწილობრივ. როდესაც ხელშეკრულება შეწყვეტილია, მას ეწურება ძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები აღარ არიან ვალდებულები, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულონ. ხელშეკრულების შეწყვეტა, როგორც წესი, ხდება ისეთი გარემოების გამო, როგორიცაა ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან სხვა გართულებული ვითარებები, რომლის საფუძველზეც მხარეებისთვის ხელშეკრულების პირობების შესრულება შეუძლებელი ხდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მაგალითია, როდესაც გრძელვადიან ურთიერთობაზე მხარე პატივსადები მიზეზის გამო უარს ამბობს და მომენტამდე განხორციელებული შესრულება ძალაში რჩება. მარტივად რომ გავიგოთ, უფრო კონკრეტულ მაგალითსაც გაგიზიარებთ. ბინის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით არ იწვევს გადახდილი ბინის ქირის უკან დაბრუნების ვალდებულებას. სწორედ აქ გვაქვს ხელშეკრულების შეწყვეტა. ახლა გავიგოთ რა ხდება ხელშეკრულებიდან გასვლის დროს. ასეთ შემთხვევაში განსხვავებით შეწყვეტისგან ხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ანუ ორივე მხარე თავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან და ამასთან მათ ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვალდებულები არიან ერთმანეთს დაუბრუნონ უკვე განხორციელებული შესრულება. ამ დროს ხდება ვალდებულების შესრულება ნატურით, ანუ მხარეები ფიზიკურად უბრუნებენ ერთმანეთს იმას, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. როგორც წესი, ნივთის ფიზიკურად დაბრუნების ინსტიტუტი ყველაზე მეტად გავრცელებულია მაშინ, როცა ხელშეკრულების საფუძველზე ხდება ნივთის შემძენზე გადაცემა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც გადაცემული ნივთის დაბრუნება შეუძლებელია. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს შეძენილი ნივთის სპეციფიკიდან, მაგალითად, ნივთი მალფუჭებადია და მისი გამოყენება შეზღუდულია გარკვეული დროით. ასევე თუ მიღებული საგანი მხარემ გამოიყენა, გაასხვისა, გადაამუშავა, გადააკეთა, ან და მიღებული საგანი გაფუჭდა ან განადგურდა. მაგალითად, ნივთი გაატყდა ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელი გახდა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. მხარებმა წინასწარ დეტალურად უნდა განსაზღვრონ მათი უფლებები და მოვალეობები, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის დროს, რათა თავიდან აიცილონ გაუგებარი და ბუნდოვანი დათქმები და ზოგიერთ შემთხვევაში მის საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავები. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცულები. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი მარიამ ჭილაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.